მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მისცემთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. გეტყვით, რომ პირადი დიაგნოსტიკებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე და შეგახსენებთ, რომ არის აქცია, ანუ სრული დიაგნოსტიკა არის 70 ლარი, ხოლო ერთი კონკრეტული საკითხი არის 50 ლარი. აქცია გაგრძელდება თვის ბოლომდე. რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი და უფრო ინფორმირებულები იყვნენ. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა. როგორ გხედავთ პარტნიორი, ანუ მის თვალით დანახული თქვენ როგორი ხართ და რა ურთიერთობა უნდა თქვენთან, ხო? რა აქვს გეგმაში, ეგრე გამოდის პრინციპში, ყოველ შემთხვევაში მის ფიქრებში რა ურთიერთობა უნდა თქვენთან. ნახოთ, როგორ გხედავთ პარტნიორი თქვენ და რა ურთიერთობა სურს. გავაკეთოთ ორი ვარიანტი. მაინც ყველაფერს ერთ და იგივე არ იქნება. პირველი ვარიანტისთვის როგორ გხედავთ პარტნიორი, ანუ დღეობით როგორ გხედავთ ეს ადამიანი და რა ურთიერთობა უნდა. და მეორე ვარიანტისთვის როგორ გხედავთ და რა ურთიერთობა უნდა. მოკლედ, პირველი ვარიანტი იყოს ესეთი მოცეკვავე შპაგატში ბეგემოტი და მეორე ვარიანტი იყოს ესეთი ბაყაყი. შევცვალოთ ფიგურები. ეს ბეგემოტი და ბაყაყი. დაფიქრდით, მოიფიქრეთ, რომელი ვარიანტი გინდათ, რომელი ვარიანტი მიგიზიდავთ. მოცეკვავე ბეგემოტი შპაგატში თუ ტრანში გასული ბაყაყი. როგორ გხედავთ პარტნიორი და რა ურთიერთობა უნდა. იმედია მოიფიქრეთ, მოკლედ მე მეორე ვარიანტს გადავდებ. ბაყაყი გადახტა. და პირველი ვარიანტი ბეგემოტი ვინც არჩია, ნახოთ. როგორ გხედავთ, უიდოდა. მოდით დავიწყებ იქედან, რომ ადამიანი ხედავს, რომ შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი გაქვთ გავლილი, არ ვიცი ხა თქვენ რა გაქვთ ამ ადამიანისთვის მოყოლილი ან რა ინფორმაცია აქვს თქვენზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი ხედავს იმას და უყურებს იმას, რომ თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ ცხოვრებისეულად გამოვლილი. შეიძლება დღესაც გაქვთ რაღაცა პატარა ესეთი გულის ტკივილები, ცოტა ესე რომ ვთქვათ, ხო? იმედგაცრუებები, რაღაცა შეიძლება უნდობლობაში გამოიხატება ეს მომენტები და რაღაცა მოუშუშებელი, უპატიებელი რაღაც მომენტები ხო არის ცხოვრებაში, როდესაც აი რაღაცა შეიძლება საკუთარ თავს ურპატიებდეთ, შეიძლება სხვას ურპატიებდეთ, მაგრამ რაღაც მოშუშების მდგომარეობაში ვართ და როგორ გხედავთ. მოდით ვეთქვით ესე, რომ ადამიანი გხედავს ძალიან თბილ, მოსიყვარულე, გიყვართ ფლირტი, სასიამოვნო მოსაუბრე, თბილი ადამიანი ხო? ადამიანი, რომელთანაც ძალიან სასიამოვნო არის ურთიერთობა, რომელსაც შეუძლია შეავსოს ემოციებით ადამიანი, მისცეს რაღაცა ესეთი დადებითი ენერგიები, ხო? საკმაოდ კარგი დახასიათება გაქვთ და პლუს მაგას ნახეთ მეორე მომენტი კიდე ეს არის, ცოტა ადამიანს აქვს ყველაფერთან ერთად მე ესე ვიტყოდი, რომ ხედავს, რომ გაქვთ თქვენი თვითშეფასება, თქვენი რაღაცა ნახეთ მივახციე რაღაცა შედეგს და ამ შედეგით ვტკბები, ხო? ანუ ესეთი მომენტი არის. კი, გამოვიარე ტკივილი, ქარცეცხლი, პრობლემა, ღალატი, გულის ტკივილი, ეს ის, მაგრამ მე არ დავკარგე საკუთარი თავი, მე მაინც დავრჩი
ემოციურ, თბილ, კარგ ადამიანად და ამავდროულად ვისწავლე ჩემი თავის ფასი, ვისწავლე ჩემი მატერიალის ფასი, ვისწავლე სამეგობრო წრე დაფასებაც, ხო, თქვათ პირობითად ვინც არის თქვენს გვერდიდან, ხეთ, ბევრი რაღაცის დაფასება ვისწავლე და რაც არის ჩემი, არის ჩემი. და ამას არ ვცვლი, ხო, რაღაცა ესეთი მომენტი მოდის აქ. არ არის ცუდი დაანახვა, ესე ვიტყოდი, თუ ახლა მით უმეტეს ურთიერთობა ახალი დაწყებულია, მით უკეთესია, იმიტომ რომ ადამიანი ხედავს თქვენში, რომ თქვენ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ხართ ისეთი რაღაცა ემოციურად კარგი ადამიანი და კარგად ახერხებთ სხვასაც მისცეთ თქვენი თბილი განწყობა და კარგი ხასიათი გადასდოთ, ხო, ესე რომ ვთქვათ, თქვენი ენერგიები და იმასაც აფასებს, რომ თქვენ შეგიძლიათ დააფასოთ თქვენი შრომა, თქვენი თავი, ხო, რაღაც ადამიანმა ისწავლა თავის ფასი, რატომაც არა, ძალიანაც კარგია, როცა იცი ადამიანს, შენი თავის ფასი, ხო, როდესაც იცი რა გჭირდება, როგორ გჭირდება, რანაირად გჭირდება, იცი უკვე არას თქმა, ხო, ძალიან კარგია ეს ზოგადად ურთიერთობაში. კარგით, რა ურთიერთობა უნდა ამ ადამიანს? ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ხა ნახეთ, რა ურთიერთობა უნდა ადამიანს ორიონ პენტაკლებით. არ არის ჩამოყალიბებული რა ურთიერთობა უნდა. არ არის ჯერ გააზრებული არ აქვს როგორი ურთიერთობა უნდა თქვენთან. საერთოდ რა კუთხით უნდა წაიყვანოს ურთიერთობა. მაგრამ ნახეთ, კიდევ აქ ისეთი არკანებია, რა ურთიერთობა უნდა შესაძლებელი აქ იყოს ის მომენტი, რომ ადამიანს კონდეს რაღაცა საიდუმლოებები და არ არის მზად ჯერჯერობით რაღაცა კი, სასიამოვნო ხართ, კი მოსწონს, კი კარგად გზნობს თავს თქვენთან, მაგრამ რაღაცა არის კიდევ ისეთი დაფარული მომენტი, რაც არ მისცემს საშუალებას, რომ თქვათ, ნაბიჯი გააკეთოს რაღაცა სერიოზულობისკენ წაიყვანოს ურთიერთობა. ხა, იცით როგორი მომენტი არის, ადამიანს ჯერ რო არ არის ჩამოყალიბებული, ხა, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე ხა ვუყურებ რაღაცა 5 წლიან ურთიერთობას. კი, მესმის, გასაგებია, მაგრამ 5 წლიანი ურთიერთობის მდგომარეობაში შესაძლებელია, რომ ადამიანი მაინც არ იყოს ჩამოყალიბებული ურთიერთობაში, ხო? 5 წელი თუ ადამიანმა ნაბიჯი არ გააკეთა, ესე იგი არ არის კიდე ჩამოყალიბებული. აქ შეიძლება ერთის მხრივ კიდევ ის მომენტი იყოს, რომ დაფარული ურთიერთობის მდგომარეობა, ანუ ვალდებულებები, პასუხისმგებლობები ან ერთის მხარეს, ან მეორეს მხარეს არის და ეს მომენტიც უქმნის სიტუაციას, თუმცა 10-იან ხმლით მე ვერ ვიტყვი, რომ აქ ადამიანს უნდა რაღაცის გაგრძელება, რაღაცა ურთიერთობის განვითარება, ან რაღაცა ასე ვთქვათ, უბრალოდ 10-იან ხმალი მინდა დავაზუსტო რა არის, იმიტომ რომ როგორც ასეთი რა ურთიერთობა უნდა, უბრალოდ რაღაცა მიყვება, ხო, ადამიანი სიტუაციას. არა, აქ ურთიერთობა შეიძლება აქ ურთიერთობა უკვე დასრულებულიც არის და არც არაფერი არ არის ახლა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ აქ ადამიანს რო გითხრათ რაღაცა ურთიერთობა უნდა, არა, აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანმა, შეიძლება რაღაცა მომენტები ახსენდებით, მაგრამ არ იცის რა არის ეს ყველაფერი, დასრულებულია, აქ არაფერს აზრი არ აქვს, როგორც არ უნდა შევხედოთ სიტუაციას და როგორც არ უნდა ვეცადოთ ურთიერთობის განვითარება სამხრივად ფიზიკურად ვერ მოხერხდება, მარტო თქვენი მხრიდან, აქ ადამიანი არ არის რაღაცა ურთიერთობისთვის. ხოგონდა აქ შეიძლება სამკუთხედის მომენტი იყოს და შესაბამისად უბრალოდ ნახეთ როგორი რაღაცა არის, სასიამოვნო ადამიანი ხართ, საინტერესო ადამიანი ხართ, მოსწონ ხართ, მაგრამ ურთიერთობა
ნუ თუ ეხა დაფარული ურთიერთობის მომენტი ხელსაყრელია ორივე მხრისთვის კი ბატონო, მაგრამ იმის იქეთ არანაირად და თან ნახეთ რეალურად არც ამაზე არ არის ჩამოყალიბებული, თუნდაც აი ეს რაღაცა დაფარული ურთიერთობის მომენტი გააგრძელოს და რაღაცა ამ სტატუსით მაინც გქონდეს ურთიერთობა. აქ ადამიანს უფრო შეიძლება ითქვას წაიფლირტავა, რაღაცა ემოციები მიიღო, რაღაც ემოციები მოგცათ და ნუ მოდი ეხა დავიშალეთ, რაღაც ეს უფრო მოდის აქ. იმიტომ აქ არის სამკუთხედი სიტუაცია, როგორც ჩანს, აქ ვალდებულებების მომენტი არის. შეიძლება თქვენს მხარეს, შეიძლება მის მხარეს, შეიძლება ორივეს მხარეს, ყოველ შემთხვევაში აქ ურთიერთობა უნდა თქვა ნამდვილად ვერ ვიტყვი. აქ ადამიანს ნუ თუ ხართ ურთიერთობაში, მაშინ როგორც ჩანს წასვლა უნდა ურთიერთობიდან, თუ ხართ იმ სიტუაციაში, რომ თქვენი ურთიერთობა არის დაფარული, დამალული და ნუ რაღაცა ესეთი ესე რომ ვთქვათ შეზღუდული ნახვებით, აქ ადამიანს შეიძლება უნდადეს უბრალოდ წასვლა, უბრალოდ დატოვება ამ ურთიერთობის და ნუ რაღაცა ვერ იღებს გადაწყვეტილებას ხო ბოლომდე როგორ წავიდეს ხო პირობითად ან რანაირად მოიქცეს ან წავიდეს არ წავიდეს. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ვერ გეტყვით რომ ადამიანს რაღაცა გეგმები აქვს ან რაღაც ურთიერთობა უნდა თქვენთან ისეთი საინტერესო და ემოციური. მოგეთ პირველი ვარიანტი სამწუხაროა. ცუდად არ გხედავთ ადამიანი, მაგრამ როგორც ჩანს, ნუ ურთიერთობისთვის ყოველ შემთხვევაში არ არის მზად. და რაც შეეხება ბაყაყს, ნახოთ აბა პირველი ეს იყო. როგორ დავალაგე? ესე დავალაგე. როგორ გხედავთ? ოჰო. დავიწყოთ იქედან, როგორ გხედავთ ეს ადამიანი, გხედავთ საკმაოდ მშრომელს, საკმაოდ ძლიერ ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი მიზნები, თავისი გეგმები ცხოვრებისეულად. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მაგით, ცოტა манипуляტორიც შეიძლება ითქვას ეს მომენტიც კონდეს ადამიანს, ხო? ნუ ერთიანობაში, როგორც ასეთი ადამიანი არ გხედავთ, ცოტა ხარ ვიან პენტაკლებში ადამიანი გხედავთ რომ ხართ მშრომელი და რაღაცა თქვენსაც აკეთებთ, ხო? არ ხართ რაღაც ისეთი მე არც კეთება არ ვიცი და მე არ მოყვარს ღირგონა შევწვა, რო არის ხოლმე ესეთი სიტუაციები. საკმაოდ ესეთი ჩამოყალიბებული ადამიანი ხართ, რომელსაც აქვს თავისი საქმე, თავისი მიზნით. სულ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა განახლებებსაც ეძებთ, რაღაცა სულ ხართ ისეთ სისტემაში, სადაც გჭირდებათ ეს ახალ-ახალი ენერგიები, ახალ-ახალი იდეები, ახალი ინფორმაციები. ვიღაცა შესაძლებელია, რომ აქ იყოს ხო გეუბნებით ხა ჩემი კოლეგაც, როგორც ჩანს და გიყურებთ, რომ ხართ, ესე ვთქვათ, მაგი და შეგიძლიათ რომ ადამიანი სთავბრო დაახვიოთ. მეორე ხო შესაძლებელია რაღაცა მომენტებში манипуляტორათაც აღგიქვავდეთ, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება გეთანხმებოდეთ ყველაფერზე და თქვენ როგორც გინდათ ისე საზღვრავთ ყველაფერს. და ასევე შესაძლებელია, ნუ რაღაცა ფსიქოლოგიური კუთხით, ხო, კარგად იცით ფსიქოლოგია ადამიანის და კარგი მოსაუბრე ხართ, ხო, იცით როგორ მიუდგეთ, როგორ დაეხმაროთ, როგორ გაუწოდოთ ხელი, ან როგორ დაანახოთ ახალი ცხოვრება. ნუ საინტერესო, ყოველ შემთხვევაში ადამიანი ხედავთ საკმაოდ საინტერესო, ჩამოყალიბებულ ადამიანად, ხო, ადამიანს, რომელსაც ყველაფერი თავის ადგილას აქვს დალაგებული. სამსახურიც, ურთიერთობაც, შეიძლება იქ ვიღაცა შვილებიც ყავდეს, ვიღაცას რაღაც სხვა პასუხისმგებლობები ქონდეს, ნუ ყოველ შემთხვევაში ადამიანი უყურებს ამ ყველაფერს, რომ თქვენ გაქვთ იმდენი ენერგია და იმდენი ძალა, რომ ყველაფერს გაწვდეთ, ხო? ყველაფერი თავის ადგილას, თავის დროზე მოაგვაროთ და დაალაგოთ. ნახოთ აბა რა ურთიერთობა უნდა ამ ადამიანს. აქ მშვენიერია. დავიწყებ იქიდან, რომ ადამიანს ემოციები ნამდვილად აქვს, უნდა რომ თქვენთან ურთიერთობა გააგრძელოს, ცოტა უფრო მეტი ემოციებით, მეტი ენერგიებით, მაგრამ ამისთვის დასჭირდება დრო.
რა ურთიერთობა უნდა? ნახეთ, ესე მაგის ქვემოთ იეროფანტი ცოტა ესეთი არის. ვიტყვი იმას, რომ აქ დრო ნამდვილად ბოდიშით დრო ნამდვილად სჭირდება ურთიერთობაში. ნუ შეიძლება ახალი ურთიერთობა არის, შესაძლებელია რომ არ არის ახალი ურთიერთობა, მაგრამ ნუ ჯერ კიდევ ბოლომდე რომ არ ვართ რაღაცა გადაწყვეტილი, ხო? არ გვაქვს თითქოს გადაწყვეტილი ბოლომდე და რაღაც ჯერ კიდევ გვაქვს ეს რაღაცა ერთმანეთის გაცნობის მომენტი, ხო? იმიტომ რომ ხა ნახეთ, მაგის არკანი თქვენ შეიძლება საერთოდ ისეთი ამოუცნობი ადამიანი იყოს ყოველდღურად სხვადასხვა ვიზუალითაც კი ხვდებოდეთ ადამიანს, ეს ქერა ხართ, ხვალშავგრემანი ხართ, ზეგ რიჟა ხართ, რაღაცა ადამიანი და თქვენი იდეები და შეხედულებები ყოველდღურად რაღაცა უფრო და უფრო სხვადასხვა ხედვა გაქვთ, სხვადასხვა საინტერესო მიდგომები გაქვთ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში და ნუ აი რაღაცა ვერ ამოწურა, ხო? ადამიანი. აქედან გამომდინარე, ამისთვის დრო სჭირდება, იმიტომ რომ ხა, როდესაც ადამიანს არ იცნობს ბოლომდე და მთლად ბოლომდე არ არის დარწმუნებული ამ ადამიანის რაღაცა შეიძლება ემოციებში, გზნობებში, რამდენად მოსწონს, არ მოსწონს ეს ადამიანი, ნუ ამას ამ შემთხვევაში დრო სჭირდება, თუმცა ურთიერთობა ნამდვილად უნდა. აქ ვერ ვიტყვი რომ ურთიერთობა არ უნდა და დაშლა უნდა, ხა 10-იან ხმალში ვერ ვიტყვი რომ ნამდვილად ურთიერთობა უნდა თქო და ქურუმქალთან მიმართებაში, მაგრამ ხა თასების მეფე, ნუ თუ ვენებს არ იჭრის, ყოველ შემთხვევაში სასიამოვნოდ რაღაცა ესეთი კარგი ემოციები ნამდვილად უნდა. მაგრამ აი ესეთი იეროფანტის მდგომარეობა ეს არის უკვე ნახეთ, შეიძლება ესე ითქვას. ნუ აქ შეიძლება ადამიანს უნდოდეს რომ ურთიერთობა უფრო სერიოზულ და უფრო სტაბილურ ურთიერთობაში გადაიყვანოს და შესაძლებელია კიდევ არის ესეთი მომენტი. ნახეთ, თქვენ მაგი ის იეროფანტის კუთხით უყურებს ამ ყველაფერს. ნახეთ, როგორი მომენტია. შესაძლებელია თქვენგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, ხო? ადამიანი თქვენ გიყუროთ არა როგორც მარტო თქვათ ურთიერთობას, არამედ მის მასწავლებელს, ხო? ადამიანს, რომელთანაც შეიძლება რაღაცა ისეთი საკითხები განიხილა და ისეთ საკითხებზე გქონდა თქვენთან საუბარი, რომელიც მისთვის აღმოჩენა იყო, ხო? რაღაცა საინტერესო მიმართულებას აძლევთ. შეიძლება ადამიანს გქონდა რაღაცა ესეთი პერიოდი, სიტუაციები, სადაც რადიკალურად სხვანაირად დაანახეთ მისი ცხოვრების სტილი და ნუ თქვენ ამ შემთხვევაშიც მისთვის მასწავლებელი გამოხდეთ. აქ ცოტა კარმული ურთიერთობა არის, მოსწავლე-მასწავლებლის, ხანის გასწავლით, ხან თქვენ ასწავლეთ, ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ ძალიან კარგი არის, რომ მაგის ენერგიებში ამოდიხართ, უფრო იმედი მაქვს, რომ თქვენ ასწავლით და თქვენ მისცემთ გეზს, საით უნდა თქვენ ხართ რეალურად წამყვანი ამ ურთიერთობის გეზის, ესე რომ ვთქვა, თქვენ როგორც მოინდომებთ, იქეთ წავა, რეალურად ესე რომ უყუროთ და ნახეთ, როგორი მომენტი არის აქ. არის ურთიერთობის გაგრძელების შანსიც, აქ არის ურთიერთობის დალაგების შანსიც, აქ არის რაღაცა მომენტში კარმული ურთიერთობა არ ნიშნავს მართლა მაინდა-მაინც იმას, რომ უბრალოდ რაღაცა ტკივილიანი გაკვეთილები უნდა გაკვეტაროს ადამიანმა, ხო? შესაძლებელია კარმული ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო, ხო? ნუ რა ვიცი, ღმერთმა გამოგვიგზავნა ადამიანი ჩვენი დამსახურებული ქმედებებიდან გამომდინარე, ხო? არის ესეთი მომენტიც. და აქ შეიძლება ითქვას, რომ ეს მომენტიც იყოს, იმიტომ რომ აქ ნახდათ ვერ ვუყურებ და არ ჩანს ის მომენტი, რომ რაღაცა სასწაული ხდება და ქვეყანა დაიქცევა, ხო? ანუ საკმაოდ ესეთი დადებითად უყურებს ადამიანი სიტუაციას. არა, აქ იცით რა, თუ აი ესეთი მომენტი არის, თუ ეხლა თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაცა სიტუაცია არც წინ მიდის, არც უკან მიდის და ცოტა ჩიხშია მოქცეული, ხო? ადამიანი შეიძლება რაღაც მომენტში გადაწყვეტილების წინაშე იდგეს, ხო? რაღაცა უყურებს სიტუაციას, საით წაიყვანოს, მაგრამ აქ სტაბილურობა ჩანს. აქ იქნება სტაბილური ურთიერთობა, აქ იქნება სტაბილურობა ერთმანეთთან და რაღაცა ესეთი სასიამოვნო ურთიერთობა, იმიტომ რომ ნუ გვაძლევს არკანები ამის საშუალებას, რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეხა თუ რაღაცა პატარა ცოტა ესეთი მომენტი არის, რომ
ვერ უყურებთ აქ რომ რაღაცა ისეთი ურთიერთობაში ეს ადამიანი რამეს ისეც აპირებს და ეს რაღაცა დრო იწელება, ხო, უსასრულოდ. არა, არ გაიწელება კიდე დიდხანს. მე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ადამიანმა სადღაც დაახლოებით 1-4 თვეში საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება სად მიდის თქვენი ურთიერთობა, ხო, საით გადაიყვანოს და ნუ ალბათ უფრო სტაბილურობისკენ გადაიყვანოს, იმიტომ რომ ხალხი სტაბილურობას მიჩვენებს და მიჩვენებს იმას, რომ აქ არის შანსი სადღაც ესე ვთქვათ დალაგდეს სიტუაცია, ესე რომ სადღაც ესე აგვისტო-სექტემბრისთვის აქ ურთიერთობა უფრო ესე ვთქვათ ფორმა მიცემული შეიძლება იყოს. ხო, რაღაცა სტატუსი ხა რა სტატუსი ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი, ნუ სადღაც მაგ კუთხით შეიძლება რომ გადავდეს. მშვენიერი მეორე ვარიანტი მაინც ძალიან კარგია. მე გისურვებთ ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგან, წარმატებას, სიყვარულს, რა თქმა უნდა და სწორი ადამიანების გვერდით ყოფნას და შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკა შეგიძლიათ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე. დროებით.